რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას, ჩვენ საქართველოს პარლამენტს წარუდგენთ ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურას საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარაძე. საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარაძე. რას უკავშირდება მორიგის საკადრო ცვლილებები კობახიძის მთავრობაში? მამუკა მდინარაძე ძალოვანების კოორდინირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აღარ იქნება და გადაინაცვლებს პოსტზე, რომელიც ჯერ არ არსებობს. რეგიონულ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი სექტემბერში უნდა შეიქმნას. მანამდე კი მდინარაძე რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებს, რომელიც სექტემბერში გაუქმდება. ოპოზიცია ივანიშვილის გუნდში არაჯანსაღ მდგომარეობაზე საუბრობს და თვლის, რომ მამუკა მდინარაძეს ნივთივით ეკცევიან. ძალიან რთულია იმის თქვა ზუსტად რა ხდება, იმიტომ რომ უნდა იცოდე, შიგნით უნდა იყო ალბათ ამ კლანური ბრძოლების შიგნით და იქ უფრო გეცვენება რა და როგორ ხდება, მაგრამ ის რომ ეხა კარგი ცხოვრების გამოხატულება ეს არ გახავთ, ეს არის ცალსახა, შეუძლებელია ეხა ვინმე აღიქვას ნორმალურ ყოფად ის რომ ადამიანს ორ თვეში ერთხელ უქმნიან ახალ სამინისტროებს და აბარებენ ამ სამინისტროების მართვას, ხო? რომელი კლანის სიმძლავრეს მოწმობს ეს და რომელი კლანის დასუსტებას, ამას ვერ გეტყვით, ვერ ვიცოდეთ წარმეთყოლებს, თუმცა ფაქტია რომ არის ძალიან რთულად საქმე ოცნების შიგნით. დღეს საქართველოს სახელმწიფო ჩაბარებულია იმ ტიპის ადამიანებზე, რომლებიც არიან არაკომპეტენტურები, მათი მთელი გუნდი ჩაძირულია კორუფციაში და ეს დაადასტურა მათივე აუდიტორმა, მათივე პროკურატურამ, მათივე მორუსეთის სასამართლომ. ივანიშვილს მოუწევს პასუხისმგებლობის აღება იმ ძიმე მდგომარეობაზე, რაც მოაწყო მან სახელმწიფო უწყებებში და მდინარაძეს, რომელიც ადგილით არსად არ მოიძებნა, საბოლოოდ როგორც ქართულ რეალობაში აღმოჩნდება ხოლმე, რომ ნივთს სახლში ადგილი თუ არ მოეძებნა, გაგზავნიან სოფელში. ესე გაგზავნეს მდინარაძე სოფელში, რომელსაც ვერანაირი დანიშნულება ვერ მოეძებნა. ამიტომ ძალიან ნათელია, როცა ვერ ხვდებიან როგორ უნდა მართონ სახელმწიფო, უნდა ჩამოშორდნენ სახელმწიფო მართვის სადავეებს. ბატონი მდინარაძე ხო ჯერ რეკორდულად დააწინაურეს გენერლის პოზიციაზე, შემდეგ შეუქმნეს სამმართველო, რომლის კარიკატურული ხელმძღვანელი იყო, იმიტომ რომ რეალურად გაკეთებული საქმე ამ სამმართველოსი არავის არ უნახავს. შემდეგ სკროლოს ქრინვის სააგენტო შეუქმნეს და დღეს ვხედავთ, რომ კიდე ახალ უწყებას უქმნიან, მოკლედ როგორ არ უთხრეს ამ ადამიანს რომ უნდა წავიდეს, მაგრამ ცოცხალი თავით არ მიდის პოლიტიკიდან. რაც შეეხება რატომ ხდება ეს ცვლილებები, დღეს ოცნების ქმედებებს რაციონალური განსაზღვრება არ აქვს, რას რატო აკეთებენ, ამიტომ გაურკვეველია როგორ მოქმედებს ეს გუნდი დღესდღეობით. ახალი სამინისტროს შექმნასა და გაუქმებას საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება. კობახიძის თქმით, პარლამენტი ცვლილებებს სექტემბრის პირველ კვირაში მიიღებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ ასევე თქვა, რომ მამუკა მდინარაძე ვიცე-პრემიერის პოსტს შეინარჩუნებს. გამოწვევა მიღებულია ბატონო პრემიერო, რეგიონები დღეს ჩვენთვის ბევრი გვისაუბრია ამაზე, არის განსაკუთრებული პრიორიტეტი და გამოწვევას ვარქმევ მე ამიტომ, არა მხოლოდ ამიტომ, იმიტომაც რომ ამ მიმართულების გაძლიერება ერთი მხრივ პასუხისმგებლობაა ძალიან დიდი. გამოწვევასთან ერთად ასევე არის ერთი ძალიან კარგი მიზანი საიმისოდ, რომ ჩვენს რეგიონებში კიდევ უფრო სწრაფად თუ რამე მიზანი გვაქვს დასახული, აღვასრულოთ, შევასრულოთ, მართვა იყოს ეფექტიანი. კობახიძის მიერ დაანონსებულ სამთავრობო ცვლილებებამდე ერთი დღით ადრე გადადგომის შესახებ განაცხადა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ. მან მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. თემასთან დაკავშირებით Facebook Live-ის დროს კომენტარი გააკეთა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. კაცრი, იდეოლოგი, დამსჯელი და აგრესიული ყავდა. როგორც კულტურის მინისტრი. და არ ამგონია რომ ჭირდებოდეთ ახლა იდეოლოგია გავრცელებული არის და არის იმ კობახიძეს და პაპუაშვილის ხელში ისინი ავრცელებენ კულტურის მინისტრისგან აღარ ჭირდებათ ის რაც ჭირდებოდათ იმისთვის რომ წმენდები გაეტარებინათ კულტურის სამინისტროში და ის კაცრი ხელი შემოიყვანეს და მერე გაიყვანეს და ამიტომ მე მგონი რომ იქნება კიდევ ერთი არარაობა კულტურის მინისტრად, რომელიც გვაჩვენებს, რომ ჩვენს და ეს არის მიზანი გვაჩვენონ, რომ ჩვენ ვართ არარაობა და ჩვენი კულტურა. საკადრო ცვლილებების შესახებ ბრიფინგი გუშინ ისე დასრულდა, რომ ირაკლი კობახიძემ და მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხეს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მდინარაძემ უკვე 3 თანამდებობა გამოიცვალა. 2025 წლის 3 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშნეს. 2026 წლის 21 აპრილს კი ვიცე-პრემიერის სტატუსის მინიჭებასთან ერთად სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია დაავალეს.